თბილისის მერია თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში განვითარებულ მოვლენებზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს პირობებს, რომლებიც მოქალაქეებს შესთავაზეს. მერიის თანახმად ყველას, ვინც რეგისტრირებულია თბილისში, შესთავაზეს ქირით უზრუნველყოფა. განცხადების მიხედვით ამჟამად სამგორის რაიონის გამგეობას მიმართა მხოლოდ 3 მოქალაქემ, რომელთაგან ერთს დაუდგინდა უძრავი ქონება, ხოლო დანარჩენი 2 უზრუნველყოფილი იქნა ქირით. 6 მოქალაქემ განაცხადა უარი და დღემდე არ თანხმდება მუნიციპალიტეტის შეთავაზებას. შეგახსენებთ, რომ თბილისში თვალჭრელიძის პირველ ნომერში იძულებით გამოსახლების პროცესი 24 ივლისს დაიწყო და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ ადგილზე ადმინისტრაციული წესით 17 ადამიანი დააკავა. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებული და ადმინისტრაციული წესით დაკავებული 2 პირი, რომლებიც არსებული ინფორმაციით სოციალურად დაუცველები არიან, სასამართლომ 200-2000 ლარით დააჯარიმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ზვიად ცეკვავამ აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევებად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დააკისრა. ცოტა ხნით ადრე მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ამავე საქმეზე დაკავებული მამა და 2 შვილის ხდომათა დარბაზიდან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა 3 კომპანიის მიერ საქართველოს ბანკის, TBC ბანკისა და საქართველოს კაპიტალის მეშვეობით არის წარმოდგენილი. მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდება. საქართველოს ბანკის ჯგუფი აქციების ფასი 0.75%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 73.55 გირვანკა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 მილიარდი 610 მილიონი გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 58.86%-ით გაიზარდა. TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 0.62%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 48.35 გირვანკა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2 მილიარდი 660 მილიონი გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში მათი აქციების ფასი 51.9%-ით შემცირდა. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის აქციებს, ის 0.92%-ით არის შემცირებული. შედეგად ერთი აქციის ფასი 21.15 გირვანკა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 985 მილიონი გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 76.25%-ით გაიზარდა. TBC კაპიტალში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებას ივლისშიც განაგრძობს. მაკროეკონომიკურ განახლებაში აღნიშნულია, რომ სებმა ივნისში საკმაოდ დიდი მოცულობით დოლარი შეიძინა და ინტერვენციებს ივლისშიც განაგრძობს. გარდა უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებისა ლარის მხარდამჭერი სხვა ფაქტორების კუთხით აღსანიშნავია, რომ დოლარი მსოფლიო ბაზარზე კვლავ სუსტი რჩება, ხოლო დეპოზიტების უკან ლარში კონვერტაციების მიმდინარე დინამიკა ივლისში შედარებით შერეულ სურათს აჩვენებს. პარალელურად ჩვენი შეფასებით სებმა ივნისში წინა თვეების მსგავსად საკმაოდ დიდი მოცულობით დოლარი შეიძინა და ამავე მიმართულებით ინტერვენციებს ივლისშიც განაგრძობს, წერია პუბლიკაციაში. ცნობისთვის გეტყვით, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესავსებად ბიმაჩ პლატფორმით 880 მილიონი დოლარი შეიძინა. ამავე პერიოდში სების რეზერვები 240 მილიონი დოლარით გაიზარდა, რომ არა აღნიშნული შესყიდვები საგარეო ვალის მომსახურების გამო სების რეზერვების მოცულობა პირიქით შემცირდებოდა. ოცნების მთავრობამ შპს კასლეთი 1-ის მიერ ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევა მოიწონა. ირაკლი კობახიძის 22 ივლისის გამოცემული განკარგულებით მთავრობამ ასევე მოიწონა ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს კასლეთი 1-ს შორის დასადები ხელშეკრულება. ამის გარდა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა უზრუნველყოს ესკოსა და კომპანიას შორის ხელშეკრულების გაფორმება. ცნობისთვის გეტყვით, რომ კასლეთი 1 მცირე 7.6 მეგავატის სიმძლავრით ჰიდროელექტროსადგურია, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება წელს იგეგმება. ჰესიმესტიის მუნიციპალიტეტში მდინარე კასლეთზე უნდა აშენდეს. კასლეთი 1-ის დირექტორი ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა. კომპანიის 45%-იან წილს ფლობს შპს განახლებადი ენერგეტიკა, 22.5%-ს ფლობს შპს იბერკომპანია, კიდევ 22.5%-ს შპს თაბუნი, 5.5%-ს კი ლევანდია სამიძე და თინათი ნენუქიძე. ფოთისპორტის ოპერატორმა APM ტერმინალსმა 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ წელს სპორტმა 224 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით ნაკლებია. ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ შემცირდა კომპანიის წმინდა მოგებაც, რამაც გასულ წელს 95 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 16 მილიონით არის შემცირებული. ფოთისპორტის ანგარიშის თანახმად გასულ წელს მათი შემოსავლების და მოგების კლება ძირითადად საკონტეინერო მომსახურებიდან შემოსავლების შემცირებას უკავშირდება, ხოლო ნაყარი ტვირთების მოცულობა გაიზარდა, თუმცა ამის მიუხედავად ტვირთების აღნიშნული კატეგორია კონტეინერებთან შედარებით უფრო დაბალი საოპერაციო მარჟით გამოირჩევა, რის გამოც კომპანიის მოგება შემცირებულია, ასევე შემცირებულია მათი საიჯარო შემოსავლებიც.
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ჩინური ტვირთების მოცულობა გაზრდილია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და პირიქით ჩინეთისკენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობა 9859 ტეუში ადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173%-ით მეტია. ის ფაქტი, რომ 2025 წლის 6 თვის მონაცემებით ჩინეთიდან და ჩინეთის დანიშნულებით საკონტეინერო გზავნილების რაოდენობა გასამაგებულია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება ამასთან. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს პოტენციალის გაზრდას სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ფოთისა და ბათუმის პორტებმა 2025 წლის 6 თვეში 7 მილიონი ტონა ტვირთი გაატარეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.9%-ით მეტია. საკონტეინერო გადაზიდვები კი წელს 19.9%-ით გაიზარდა. ზესუმზირის ზეთი 2025 წლის ივნისში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტი იყო. ოფიციალური სტატისტიკით გასულ თვეში ზეთის ფასი წლის ჭრილში 28%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ზეთზე ფასი წინა თვეებშიც იზრდებოდა. კერძოდ, სამომხმარებლო ფასების სტატისტიკით 2025 წელს ზესუმზირის ზეთის ფასის წლიური ცვლილება ასე გამოიყურება. იანვარში ფასის ზრდა 13% იყო, თებერვალში 20%, მარტში 21.4%, აპრილში 23.4%, მაისში 30.2%, ივნისში 28.4%. ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის დიდი ნაწილი იმპორტულია. იანვარ-ივნისში საქართველოს 26.400.000 დოლარის ღირებულების 19.422 ტონა ზეთი იყიდა. ეს ღირებულებაში აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის 20.4 მილიონ დოლარიან იმპორტს. თუმცა მოცულობით ჩამორჩება, რადგან 2024 წლის პირველ 6 თვეში 20.529 ტონა ზეთი ვიყიდათ. შესაბამისად, მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ზეთის იმპორტი გაუძვირდა. ზეთის იმპორტის უდიდესი წილი 77% ერთ ქვეყანაზე რუსეთზე მოდის. სწორედ რუსეთია იმპორტის გაძვირების მთავარი მიზეზი. წელს რუსეთიდან ზეთის იმპორტი ღირებულებაში 17%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც მოცულობა 17%-ზე მეტად არის შემცირებული. მას მოყვება უკრაინა, შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროები, აზერბაიჯანი და უნგრეთი. თბილისის მერიის ინფორმაციით დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა. როგორც მერიაში აღნიშნავენ, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოებას, სისწრაფესა და კომფორტს, გაზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის ეფექტიანობასაც. პირველ ეტაპზე აღნიშნული ცვლილება 306 ნომერ ავტობუსს შეეხება, რომელიც სამომავლოდ ახალი 18 მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება და ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება. პროექტის ფარგლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდება არსებულ კუნძულებს და მოეწყობა განახლებული ტროტუარები. გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოწყობა გამწვანების კუნძულები, სრულად განახლდება ქვეითთა ინფრასტრუქტურა, ტერიტორიას დაემატება გადასასვლელი პანდუსები, ზებრა გადასასვლელები და სივრცე ადაპტირდება შიშმულ პირებისთვის. დასკვნით ეტაპზე განხორციელდება დახაზვის სამუშაოები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები, აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გრიგოლეთი ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის კონტრაქტორ კომპანიას ოფიციალურად აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. პროექტზე თურქული კომპანია ერთობლივ საწარმო ფოლიად იოლი და მაპა მუშაობდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით მიზეზი კონტრაქტორის მხრიდან არაერთი ვალდებულების დარღვევაა. შესაბამისად, გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ზომა და კონტრაქტორისგან მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სახის ზიანის ანაზღაურება. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ამბობს, აქტიურად მიდის მუშაობა, რომ განახლდეს სამუშაოები და წელს მოესწროს პროექტის დასრულება. გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლებით მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრებმა ორი ქვეყნის განათლების სისტემის ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმები განიხილეს და თანამშრომლობის გაფართოების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა STEM მიმართულებით პარტნიორობის გაფართოებას გაუსვეს ხაზი. აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოში STEM ცენტრის მოწყობის სურვილი გამოხატა. თავის მხრივ გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა, აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯოკა მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი ნათია სვანიძე. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ბრალდებულმა ქთამის სახით 20,000 ლარი მოითხოვა.